ახლა მსურს წარმოგიდგინოთ ჩემი გადაცემის რიგით ბოლო სტუმარი, ასე ვასრულებთ მოკლედ დღევანდელ ჩვენს გადაცემას და ჩვენი სტუმარი გახოთ, ესე იგი სოციალური ქსელის მეფე, мама. მე პირდაპირ მინდა აღვნიშნო პირდაპირ ეთერში, რომ მე მშურს ამ ადამიანის, იმიტომ რომ ვის სიმღერებს აქვს 30 მილიონზე მეტი ნახვები, რა ვიცი აბა. აღვნიშნე პირდაპირ, ესე იგი სოსო მიქელაძე გვესტუმრა. მეტი რა ვთქვა სოსო. რა გავაკეთო რომ ძალიან მშურს შენი. როგორ უხილავ დაცვებს გავაკეთებ. როგორ მითხარი აბა როგორ გადასარევოთ. თან ესეთი არაჩვეულებრივი შესავლის მერე როგორ უნდა იგრძნო თავიდან ესეთი ლამაზი დღის კვალობაზე, როდესაც ქალთა საერთაშორისო დღე არის 8 მარტი. მე მგონი დღევანდელ რეალობაში უკვე ქალებისა საერთოდ მსოფლიო, მაგრამ ეხლა მოგვეცეს შესაძლებლობა რომ პოეტურად და ესე ხატოვნად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი გრძნობები, ასე რომ ესე იგი მე აქვე მინდა ძირითადი აქცენტი მე მილიონებზე გავაკეთე ახლა, მაგრამ აქვე მსურს აღვნიშნე ის რომ უნიჭერესი მუსიკოსი ხარ და ფსიქოლოგი ხომ ასია? ხომ არ გამომჩა კიდევ რამე? პიროვნული განვითარების ტრენერი კი და თან სამი ტიპის წიგნი მაქვს გამზადებული გამოსაცემად. ანუ ერთი არის ზუსტად ეს პიროვნული განვითარების წიგნი, ან როგორ მართო ჩემი საკუთარი რესურსები, ჩემი საკუთარი ცხოვრება. აი, იმიტომაც იცი შენ 30 მილიონი როგორ მოიპოვო. დავიდან რომ ვინც გააკეთა ეს სიმღერა სტუდიის არანჟირების და ხმის ჩამწერი ამ პროცესების ავტორი ვინც იყო რა, მენეჯერი ვინც იყო, ის იძახდა რა არის ეს სიმღერა როგორ გარვის თაფლი უსვია, ხო? ეს თაფლის წასმის ის ვიცი რა. საერთაშორისო მე მინდა აღვნიშნო რომ ეს სიმღერა დაპრემიერდა ჩვენ სტალღაზე, თუ არ ვცდები, მე დავაპრემიერე, მე და შენ. დავაპრემიერე, მაგრამ რატომღაც აი პრემიერის დროს იმდანოთ ვერ ვისმენ ხოლმე სიმღერებს. მიხვდი, ანუ ეს გადაცემის პროცესია, იმ მშვიდობები და შემდეგ მიდიხარ. მე უკვე რამოდენიმეჯერ რომ შემხვდა იმდანოთ ამოვიჩემესავით ეს სიმღერა, რომ Facebook-ზე დავდე ლინკი ამ სიმღერას და მივაწერე, რომ მეთქი ვინ არის ეს ადამიანი, რომ ღერის მეთქი ამ სიმღერას, იმიტომ რომ მაშინათვე უკვე ახალ დაპრემიერებულზე ძალიან ბევრი ნახვები ქონდა და შემდეგ ჩვენი საერთო მეგობარი აღმოჩნდა, ვის დაგვაკავშირა ერთმანეთს, უკვე წლებიაო მეგობრობ და მე ძალიან მიხარია შენ წარმატებები, მოკლედ იმდენი ვისაუბრე ახლა. სწორედ მაგიტომაც ვისაუბრე, რომ მიხარია შენ წარმატებები და მაინტერესებს, აი როგორ გათვალე ეს ყველაფერი, ანუ ეს გათვლა იყო თუ ეს რაღაც თავისთავად მოხდა, იმიტომ რომ ხო არის რომ რაღაცა სიმღერას ამზადებ, ხალხს გონია რომ მოეწონება, მაგრამ არ ხდება ისე, ხო? ისეთი წარმატება არ მოაქვს, როგორცაც თვითონ თავად შემსრულებელი თვლის და შენ შემთხვევაში როგორ იყო? აი როგორ შეფუთო ეს პირველივე სიმღერა ესე კარგად, ლამაზად და მომგებიანად? ხო, ძალიან ესეთი შინაარსიანი კითხვა და ცოტა რთული იქნება პასუხის გაცემა, თუმცა მე ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გაანალიზებული მაქვს თავად და გეტყვი რამდენიმე ფაქტორს. პირველი ის რომ მასალა და თვითონ სიმღერა, ტონალობა, შესრულების მანერა, ტექსტები, ის როგორც დაიწერა, ის თქვა 15-16 მარცვლიანი სტროფი და მერე გადადის 10 მარცვლიანი სტროფის მისამღერზე და ასე შემდეგ, ეს სტრუქტურები, ეს ყველაფერი გათვლილი იყო. ისეთ პერიოდში დაიწერა, როდესაც მე ვიყავი ძალიან კულმინაციურ ემოციურ მდგომარეობაში და ეს გადავიდა სიმღერაზე. 2012 გეუბნები, როდესაც სიმღერა დაიწერა. მე 3 წელი გაჩერებული იყო. ჩინეთში ვიყავი და იქიდან დავუბრუნდი ძალიან პოზიტიურ ტალღაზე. არანჟირება გაკეთდა ძალიან გარკვეულად, ჩვენს პირობებში და ქართულ რეალობაში ნოვაციურად. მე უკვე დიდი პლუსი არის ის, რომ ჩემს მიერ მენეჯმენტი ინტერნეტში ამ სიმღერის პრომოუშენი და პრომოუშენის მენეჯმენტი გაკეთდა ძალიან მაგრად. ანუ არავის არ უჩერებდი ამ სიმღერის ასლებს, ვინც იპარავდა სიმღერას და თავის არხებზე ტვირთავდა, ვაშლევინებდი. მეორე ის იყო არ დაიდარდოს მხარდაჭერა, იმიტომ რომ სანამ არ დაიდარდოზე მოვიტანდი, მიდიოდა დღეში 100 ნახვა ემატებოდა სიმღერას და მას მერე წავიდა. მერე იყო რაღაცა მომენტი, რომ სხვათა შორის შოთო სიხარულიძის გაზიარებიდან გავარდა ძალიან სიმღერა და ფიქრობ რაღაც რამდენი მომენტი იყო, ანუ ხმა იყო რაღაცა ცოტა განსხვავებული, ქართულია ეს სტილისტურად, იმიტომ რომ რაღაცა ეს ფოლკის თემაც, ხო? რაღაცა ფოლკის თემა იყო, პოეზია იყო. და პლუს ის იყო, რომ YouTube-ს მაშინ ქონდა წვდომა Facebook-ზე, ანუ YouTube-დან და გადაზიარებული რგოლები Facebook-ზე იხსნებოდა.
და 2-3 წლის წინ დაკეტა. და აი ის ნახტომი რომელიც გააკეთა ჩემმა სიმღერებმა და ჩემმა აი პერიოდში შენ ანუ მოიგე მაგ პერიოდში ხო სანამ დაიკეტებოდა. იმიტომ ეხლა ჯამურად ჩემს არხს აქვს დაახლოებით 112 მილიონი ნახვა ჩემს სიმღერებს. ანუ ეს არის რაღაცა ძალიან დიდი რაოდენობა და ერთ-ერთი რამაც ეს ყველაფერი გამოიწვია იყო ის რომ Facebook-ი მაშინ აძლევდა საშუალებას YouTube-ს რომ მომხმარებელს ეს YouTube-ის გოლები ენახა პირდაპირ იქ. აი ეს იყო. აი ხედავ ისე განვიცადე რომ გადავარ. ძალიან ბევრი ფაქტორია რა მამ თლიანობაში რა, მაგრამ ერთ-ერთი ეს არის. და აი ამ ფაქტორებზე ხა ჩვენ საუბრობ და მე როგორც მივხვდი, აი ამ ყველა ფაქტორზე გათვლა მოხდა შენი მხრიდან. ანუ ამ ყველაფერში შენ არავინ არ გეხმარებოდა, ხო? იმიტომ რომ არის ხა მსოფლიო მასშტაბით ვარსკვლავებისთვის იგივე როგორც შენ აღნიშნე, ხო, ტექსტზე იქნება საუბარი ტონალობაზე, თუნდაც ვის რა მოერგება, ვის რა მოუხდება, ანუ სწორი გათვლა თითოეულ დეტალზე ხდება. საქართველოში ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვყავს ხო ისეთი ადამიანები რომ აი რაღაც ამდენი ადამიანი გევლებოდეს თავზე ერთი ტონალობას გირჩევდეს მეორე ტექსტზე მუშაობდეს და ასე შემდეგ ანუ ფაქტიურად ყველაფერზე იმუშავე შენ ხო? კი აი მე 2006 წლიდან აქტიურად ვიყავი ჩართული სამოქალაქო სექტორში იქ გავლილი მქონდა უამრავი ტრენინგი PR-ში, მარკეტინგში, ბიზნეს დაგეგმვაში და ის რაც იქ ვისწავლე და ეს გამოიყენე უკვე საკუთარ თავზე. წავიღე და ასე ვთქვათ გადმოვიტანი აქ და თავად ვიყავი რა თქმა უნდა ტრენერი, უამრავი ტიპის ტრენინგებს ვატარებდი იქ რაღაც არჩევნებზე. იცი ამიტომ შენი საყვარელი სიმღერა, შენი რეპერტუარიდან ეხლა გამიშთა ეგეთ კითხვა, იმიტომ რომ შენ აღნიშნე რომ 100 რაღაცა მილიონი ნახვა აქვს საერთო ჯამში, ხო? შენს გამომწერებს, ანუ შენს სიმღერებს. შენ რომელს გამოარჩევ და რომელი უფრო ახლოს არის აი შენთან? შენ შემოქმედებიდან ჩემთვის შედარებით უფრო ესეთი მისაღები და ჩემ პირადად რაც მახასიათებს ეს არის სიმღერა მე ვაკვირდები ვერცხლის წვიმებს შენს თვალებში შენ ჩემი სიცოცხლე და სიხარული ხარ ეს სიმღერა აი ჩვენ არ ვაჟღერებ იმ გადაცემას რა იქნება მაგრამ ერთ შოუში რომელზეც ერთად ვიყავით მაშინ იყო საუბარი რომ აი იქნება სადღაც ორ კვირაში ხო თორს ორ კვირაში იქნება და აი მდარე მუსიკა ეს რა თქმა უნდა ეხა პირველი ისე რომ საავტოროა ხო ანუ ტექსტსაც მე ვაკეთებ მელოდიასაც მე ვაკეთებ და მე ვასრულებ ანუ უკვე ეს თავისთავად არის ჩემი ასე ვთქვათ გამართლება იმის ხო და რომ დარე არ არის იმიტომ ადამიანი ამბობს იმას რასაც ფიქრობს და თვითონ აკეთებს. კი ბატონო, მე გეთანხმებით, რომ საკუთარ რთულია ის, რომ ადამიანი წერდეს მუსიკას, ტექსტს, ამ ყველაფერს ერთმანეთს ანუ აერთებდეს, შერწყმახდებოდეს, მღეროდეს და პლუს ესეთი მომგებიანი იყოს და ესე წარმატებული იყოს. ეს უკვე დაბიოკე რომ ნუ არ ვიცი. ხო, თან ეს საკუთარ რთული თემა, ეს ღმერთის განაბოძები, ალბათ როცა შეგვიძლია ეს ყველაფერი ერთად ადამიანებზე ითვლება, ხო? ანუ ეს ითვლება ადამიანებზე, რომლებიც ნუ რაღაცა ტიპის, ვთქვათ, უკვე ბიზნეს იმაჟი გადავდივარ, მაგრამ ვთქვათ, რაღაცა შემოსავალი აქვთ. ცხოვრობენ კრედიტებით და რა. ნუ ყველას თავისი პრობლემები აქვს. რაღაცა ისეთი ადამიანები არ არიან, ვინც თქვა ვარსკვლავებს წვეტენ. აი ძალიან უბრალოდ ტიპებზია გაცილი. შენი მუზა ძირითადად ვინ არის ხოლმე და რა ვითარებაში იწერება ხოლმე აი სიმღერები, რომელზეც აი ესეთი გათვლა ხდება. კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ უნდა მოვიდეს არა და ვისი ან რისი დამსახურება, მოდით ესე ვთქვათ. ხო, ეს კითხვაც მომწონს და მინდა რომ რაღაცა გარკვეული იყოს და ვისაც აინტერესებს ხომ და მე 10 ჯერ აღარ გამიმეორო ხომ ეს კითხვა. ვარიმ დავაფიქსიროთ. ხო, ანუ არის რაღაცა იდეალი, შინაგანი იდეალი ქალის და იმას უმღერი, მაგრამ ანუ რეალურად არ არსებობს ეს. რეალურად ერთი პიროვნება არ არსებობს, მაგრამ სხვა სიტუაციებში, როდესაც რაღაც პერიოდე, წინა პერიოდია შექმნის, ხდება ვიღაც ქალი ქალბატონი რაღაცა და ის ახდენს ასე ვთქვათ კატალიზირებას იმ პროცესის რომ დაიწყო ის რა იმის რაღაც ლამაზი თვისება რაღაცა ჟესტი თუ დამოკიდებულება თუ საქციელი ხდება რაღაცნაირად პროექცია შენ გადაგაქვს იმ მუზის წარმოდგენა განსხეულება ხდება იმ ქალში